დაზიანებული ფილაქანი მოსახლეობისათვის ნაცნობი და პრობლემური საკითხია. Ქვეითად მოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. ზამთრის სეზონის მოახლოვებასთან ერთად ფილაქნის აღდგენის საკითხი უფრო მწვავედ დაისვა. თავიდან კარგი იყო რომ დააგეს, მაგრამ ეხლა უკვე ძალიან მალე გაფუჭდა. რომ ზამთარში ვერ გაივლი, შეიძლება ცხვირი მოიტეხო, თავი მოიტეხო, ფეხი მოიტეხო. მერე ძალიან მალე ამოცვივდა, დაიშალა. და წვიმაშიც კიდევ ხო მძიმე მდგომარეობა. დაადგავ ფეხს და ეგრევე რომ შემოგესმა ამ ჩაცმულ დახურულ ადამიანს. ძალიან ძნელია. არც ხარისხოვანი ფილები არ არის ესენი. ხალხს ფეხი უცურდება და ძილს ვარდება, იყინება ზამთრის პერიოდში და რა ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი არის, ზოგს ფეხი აქვს მოტეხილი, ზოგს ხელი აქვს მოტეხილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაზიანებული ფილაქნის აღდგენას მოხმარდება. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას, ხოლო მომავალ წელს ფილაქნის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. Poslitan ძველ ადმინისტრაციული შენობამდე აუცილებლად უნდა შეგეძლოს ვინაიდან ქვეითად მოსიარულეებს უჭირდათ გადაადგილება, რომელიც ძალიან დაზიანებული ადგილებია, ახალი ჩაიგება. მაგრამ გაისისთვის არის გეგმაში მუნიციპალიტეტის ჩვენ მუნიციპალიტეტის გეგმაში აქვს რომ ეს ნაწილი მთლიანად აიყაროს ეს მონაკვეთი და ახალი ჩაიგოს სხვა მასალით, რომელიც უფრო ყინვაგამძლე იქნება და ხარისხიანი.